ქართველი მებრძოლების ხსოვნას დღეს პატივი ბათუმშიც მიაგეს. აფხაზეთის, სამაჩაბლოსა და ავღანეთის ომების ვეტერანები დღეს იუნკერების მემორიალთან შეიკრიბნენ და პატივი მიაგეს ქართველ გმირებს. ვეტერანებმა თანამებრძოლეს ქართული არტილერიის დღემდიულოცეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1992 წლის სოხუმის ბრძოლები. 1992 წლის 15 მარტს საქართველოს ეროვნული გვარდიის საარტილერიო პოლკმა, რომელსაც საქართველოს გაერთიანებული შტაბის მოგმედი ხელმძღვანელი გენერალ-მაიორი დევი ჭანკოტაცე ხელმძღვანელობდა, მდინარე გუმისთის გასტური მტრის ფართომასშტაბიანი შეტევა წარმატებით მოიგერია. მტერმა სოხუმზე შეტევისას დაახლოებით 1000 მებრძოლი დაკარგა. 1992 წლიდან 15-16 მარტს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ქართული არტილერიის დღეს აღნიშნავენ. ქართველმა მებრძოლებმა, ქართულმა ჯარმა, განსაკუთრებით არტილერიამ ძალიან სერიოზულად გმირობის და სისხლის ფასად შეძლო არა მარტო უკუგდება შემოტევის, არამედ კონჩეტევაზე გადასვლა და იმ დღეს იყო მართლაც ქართული ჯარის გამარჯვების, ქართული არტილერიის გამარჯვების ერთ-ერთი ბრწყინვალე მაგალითი. ერთ-ერთი ელიტარული, ერთ-ერთი საქმის გამკეთებლები რა, რაც რომ ვინც რომ გვასახელა და ვინც რომ სერიოზულად იმუშავა, არტილერისტები იყო და სულით გულით ულოცავ არტილერისტებს დღევანდელ დღეს რა.